ისე ზუსტად არ მახსოვს, სადღაც სოციალურ ქსელში წავაწყდი და მე ვეღარ ვიპოვე. დათვლილი იყო თანხის მიხედვით რა ღირს ქალის შრომა სახლში. იქ შედიოდა დიასახლისობა, ლაგება, სადილების კეთება, ბავშვების წაყვანა-წამოყვანა, მათი მომზადება, როგორც რეპეტიტორის თუ პედაგოგის ამპლუაში. მოკლედ, ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ დღის განმავლობაში, გადაყვანილი იყო თანხაში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძვირადღირებული დასაქმებულები ვართ ჩვენ ადამიანები, ვისაც ოფიციალურად სამსახური არ გვაქვს. და ჩვენი მეუღლეები, მამები თუ გამოაკლებენ, ძმები, რა ვიცი, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მხოლოდ ისინი არჩენენ ოჯახს და მხოლოდ მათ შემოაქვთ დოვლათი და ასე შემდეგ, თუ დაიანგარიშებენ, რამდენი თანხა ეზოგებათ იმაში, რომ ჩვენ ამ ყველაფერში ფულს არ ვითხოვთ, მე მგონი მიხვდებიან, რომ მათ ხელფას ხანდახან ვეწევით კი არა, ვაჭარბებთ კიდევც მათი ხელფასის რაოდენობას. ასე რომ, თავდაჯერებულები იქნებით იმაში, რომ თქვენს სახლში მცხოვრები ქალები თქვენს კისერზე არიან და ბევრს არაფერს აკეთებენ.